ზრდის ცხრილების მნიშვნელობა ბავშვებში. ჩვენ ვართ პედიატრი ძმები. ზრდის ცხრილი ძალიან მნიშვნელოვანი ხელსაწყოა, რომელიც ეხმარება პედიატრს შეაფასოს ბავშვის ზრდა-განვითარება. როდესაც პედიატრთან მოდის ბავშვი, მინიმუმ უნდა გაისინჯოს სიგრძე ან სიმაღლე, წონა, თავის გარშემოწერილობა და ეს მონაცემები უნდა გადავიტანოთ შემდგომში ზრდის ცხრილზე, რომ დინამიკაში შეფასდეს ბავშვის განვითარება. ზრდის ცხრილი ჩვენ გვეხმარება იმაში, რომ შეფასდეს დინამიკაში ბავშვის ზრდის ტრაექტორია, იმიტომ რომ გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება იყოს ქრონიკული დაავადებები, მეტაბოლური ან ენდოკრინოლოგიური პრობლემები, ნუტრიციული პრობლემები, რის მიხედვითაც შეიძლება ეს ზრდის მრუდი შეიცვალოს და ამან ჩვენ გაგვიადვილოს გარკვეული დიაგნოზის დასმა. და ასევე გვახსოვდეს, რომ 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ძალიან მნიშვნელოვანია თავის ზომის მონიტორინგი, რადგანაც ამ პერიოდში ბავშვის თავის ტვინი იზრდება ყველაზე ინტენსიურად. დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენ და თქვენი პედიატრი თუ ავსებთ ზრდის ცხრილს. აბა დროებით.